მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და დროებით დევნილი მოსახლეობისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ჩატარდა. სამედიცინო აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილი, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზუგდიდის დელეგატთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაისწრო. ბენეფიციარებს მრავალმხრივი სამედიცინო მომსახურება გაუწიეს სხვადასხვა კლინიკის პროფესიონალმა სპეციალისტებმა. აქციის მიზანია დევნილი ბენეფიციარების ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა. უფასო სამედიცინო მომსახურება ამ ეტაპზე 400-მდე დროებით დევნილმა მოქალაქემ მიიღო. აფხაზეთის მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული არის ჯანდაცვის მიმართულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, როგორც აქ მაცხოვრებლებმა, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებმა იცოდნენ და ჰქონდეთ ინფორმაცია იმ თანამედროვე სტანდარტების შესახებ, რასაც ჩვენ ვნერგავთ ჩვენს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ვიმყოფებით რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ვაცნობთ 100-მდე გალიდან გადმოსულ ბენეფიციარს ამ სიკეთის შესახებ, უტარებთ სკრინინგს და აქ ყველაზე უფრო ხაზგასასმელი ის ფაქტია, რომ არის შექმნილი ერთგვარი სივრცე იმისათვის, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს, უფრო მეტი ინტეგრირება მოხდეს ჩვენს ბენეფიციარებს შორის, როგორც აქ მცხოვრებსა, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მსგავსი აქციები და მსგავსი უფასო გამოკვლევები მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. ილია მართალის საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარს სხვა საჭირო ნივთებთან ერთად გადასაადგილებელი ეტლიც გადავეცით. მნიშვნელოვანია ნამდვილად, რომ დღეს მოვბრძანდნენ, დაგვეხმარნენ, გადაღება, ეხოსკოპია, ყველაფერი, რომ თანმიმდევრულად რომ მიმდინარეობდა, კმაყოფილი ვარ.